საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაზე პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები 1918-21 წლებში განვითარებული მოვლენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული საბჭოს შექმნისა და პირველი ეროვნული ყრილობის მნიშვნელობის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეც. როცა 26 მაისს 5 საათზე თბილისში ეროვნულმა საბჭომ, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოების შემდგომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გამოაცხადეს ქვეყანა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა. და თვითონ ეს დამოუკიდებლობის აქტის ძირითადი პუნქტები სწორედ აი ამის მიმონიშნებელია, რომ სახელმწიფო იყო შემდგარი სწორედ დემოკრატიულ რესურსებზე. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მაშინაც კი სამწუხაროდ 1918 წლის დეკემბრიდან 1920 წლის თებერვლამდე, როგორც თქვი, აბსოლუტურად ყველა თვე, არათუ ყველა წელში ერთხნან ყველა თვე იყო პროვოკაციები. ქართველმა ერმა ყველას გაუძლო, ყველას გაუმკლავდა და ისეთი სიტუაციები შექმნა, რომ ფაქტურად უკვე ის დამპყრობლები ეხვეწებოდნენ საქართველოს, გაენთავისუფლებინა ქართველ ჯართ ტერიტორია. ზუსტად იგივე სიტუაცია დღეს შექმნილი. 1918 წლის 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ამ დღეს 117 წლიანი ბატონობისგან გავთავისუფლდით და მართალია სახელმწიფო სულ რაღაც 3 წელი არსებობდა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე. დღეს სტუდენტებმა, ძირითადად პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა აღნიშნეთ ეს დღე კონფერენციით მოხსენებით.